მოგესალმებით. დღეს არის სენსაციური მოვლენა. მივდივართ საქართველოში. მაგრამ დიდი და გრძელი ისტორიის მიუხედავად, რომელიც გუშინ გადახდა მთელს ესპანეთს და ნორთ-ესპანეთს, საფრანგეთს, პორტუგალიას და კიდევ შემოგვიყვანა ამით. გუშინ იყო სენსაციური მოვლენა, რომელიც პრეზიდენტ მაკარომ ისტორიაში შევა ესპანეთისა. მთელი რამდენი წლის განმავლობაში პირველად და რომ უშუქოცა ინტერნეტზე ყველა კომუნიკაციის გარშემო მთელი ესპანეთი. იყო ძალიან დიდი დაძაბულობა მოსახლეობაში, ძალიან დიდი სტრესი, დილის დაახლოებით 11 საათიდან აღამის 2 საათამდე იყვნენ კომუნიკაციის გარშემო და ინფორმაციის გარშემო ინფორმაცია და არც ინტერნეტი არც შუქი. ძალიან მეტია. მაშინ ახლა თქვა. მოკლედ. მოკლედ თქვა. დღეს ჩვენ შუქიჭები. კაი. დღეს ჩვენ მოვდივართ საქართველოში და ძალიან გვიხარია. გული როგორ მიცემს შეხედა ემოციისგან. ძალიან ბედნიერები ვართ იმის და მიუხედავად რომ გუშინ იყო საშინელი სიტუაცია მთელს ესპანეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, იმიტომ რომ არ იყო შუქი, არ იყო ინტერნეტი, არანაირი კომუნიკაცია არ იყო, ხალხი იყო შოკში, არეულობა დაიწყო. არანაირი ტრანსპორტი არ მუშაობდა. დაკანსელდა მატარებლები, თვითმფრინავები, ჩვენი მგზავრობაც ეჭქვეშ დადგა, იმიტომ რომ არ ვიცოდით როგორ წამოსულიყავით მადრიდამდე და მერე მადრიდიდან საქართველოში. იმასგან ვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტებს. მაგრამ ღამის 2 საათზე მოვიდა შუქი, გაგვიხარა გულები და დღეს როგორც იქნა მოვედით, მატარებელიც აღდგა. ეხლა ვზივართ მატარებელში და მივდივართ მადრიდში. კაია? ყურები დაგეხშება. ეხლა ხან გაჩერდა ჩვენი მატარებელი შუა გვირაბში. არც მიღება არ არის ინტერნეტი, არაფერი არ გვაქვს. მაგით. ო. თან 3 2 1 Onfes. Მაიმილება. ანუ გარედან რაღაც ხმები ისმის. ჩვენი მატარებელი გაჩერებული არის. შეიძლება იგივე განმეორდა რაც გუშინ და შუქი წავიდა, არ ვიცით. მაგრამ რაღაც ძალიან უცნაური ის არის მოვლენა. დავიქოქეთ? დავიქოქეთ? ჩვენ უკვე დაპანიკებულები ვართ. გავავედით გარე. ანუ გუშინ ისეთი პანიკური სიტუაცია იყო მთელ ესპანეთში. ყველაფერზე გვეშინია. უკვე ყველაფერზე გვეშინია. აქ რომ მოდიოთ ერთმა ბაბუამ გააკუა და გული წამიყიდა. ყველა ხმაურზე უკვე ცუდად ხდება. გული მისთვის კაპლებით ვასულიერებ ყოველ ორ წამში ერთხელ. არა, მაგრამ მართლა ანუ ეხა წასასვლელები რო არ ვიყოთ, სულ არ მაინტერესებს შუქი ჩაქრა თუ არა. ჩვენ მაინც მშობლები ვართ ამ მაგ სიტუაციას და გარემოს, მაგრამ ქართველები ვართ. ჩვენ გამოცდილება გვაქვს მაგაში და მიცვალები ვართ და სულ არ გვაინტერესებს. მე მაინტერესებს, ანუ 5 წლის რო ვიყავი და შუქი მიდიოდა, ეგრე ჩემ ფეხად მახსოვს ან მაინტერესებს. მაგრამ უშიქობის დედავადი. უშიქობა უდრის უინტერნეტობას, უინტერნეტობა უდრის თავისუფლებას. საშინელებას. კაი, განსხვავებული აზრები გაქვს ამაში, ვერასოდეს ვერ ვეთანხმებით. თელი და TikTok-ებს რო ვერ უყურებს კაც, იმის ხვებას რა აზრი აქვს? იმენა TikTok-ერა ხარ. ანუ თუ TikTok-ებით არ დაიძინა, მე არც მაქვს. თვითონ გადმომიწერა TikTok-ი. და არ შევდივარ არას. ამარა იცის თორე. ადამიანი რო იქნება დამოკიდებული ტელეფონზე და TikTok-ზე, აი იმ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო, რა შეაგნებინებ? ძალიან მიყვარს ბუნებაში სიარული. ხო, რატომაც არა? ფლორა, ფაუნა. არ ტკბები ცხოვრებით და იმიტომ. ცხოვრებით არა, ცხოვრებას თუ ცხოვრება გვია. გადაჯდომას ვაკეთებთ. აეროპორტისკენ მივდივართ. მადრიდში ჩამოვედით უკვე. Right, I'm going to
ერთი კაცი და გავდივართ ქუთაისში. გამარჯობა. თქვენ ქუთაისში მიდიხართ? შეგვიდი ვარ, მაგრამ აპირო ტერმინალი წერია რა. კი, ყველა საგრე გეგონა, იმიტომ რომ ბილეთი შეგიდი არის, მაგრამ ალბათ არეულობა არის და ყველაფერი სხვანაირად არის ახლა კი. გამარჯობა. რომელი ტერმინალი? პირველი. ტერმინალი პირველი. კი, მაგრამ ორიდან გადის მე მგონი. ინფორმაციო. არა, ტერმინალური. აქ უკვე შეცვლილი არის, მე აღარ შეიცვლება. ახლა გადანაწილდა ხარ. კი. იმიტომ რომ ჩვენ რო ბილეთი ავიღეთ ეს საშუალება და რაღაცა ხო არის. მაგრამ ეკრანი მიდი. მოკლედ როგორც იქნა მოვედით აეროპორტში ჩვენ გასასვლელთან. ბევრი ცვლილებები არის და ამიტომაც მოგვიწია სიარული სანამ ვიპოვედით ჩვენს გასაფრენ ადგილს. საკმაოდ ბევრი ვიარეთ. არა. საკმაოდ ბევრი ვიარეთ და ვიღალეთ. არა. მე დავიღალე სადაიღალე. მე არა. გელი ხაშე. გელი. ანუ ვითომ თავიდან გქონდა დრო 7 საათი, ანუ რომ ჩამოვიდოდით მადრიდში 7 საათი გქონდა თავისუფალი დრო. რომ სანამ გაფრინდებოდა, მაგრამ ეხლა რამდენი დაგვრჩა? 3 საათში გაფრინდება. მოიჭრა, ხო, ხავი საათია? 2 საათია კი. ანუ ხუჩი. ხო. იმდენი ვიარეთ, იმდენი ვილოდეთ. ყველაფერი არეულ-დარეული არის. ანუ ერთხელ წავიდა შუქი და ყველაფერი აირდაირია. ანუ ამასაც გახსნია, გიც? სანამ 1 საათი ჩაბარგება, მე 1 საათი თვითმფრინავდა ჩაჯდომა, მე სანამ იკავა და 5 წაფრინდება და მე რა იქნება მოთხოვნა. და მე ჩავალთ ქუთაისში. ქუთაისში. არა, ქუთაისი არა, ქუთაისი არის საერთოდ. ქუთაისში შეცდომით ამობს ხალხიო. მე ქუთაისი უფრო ჯერჯერობით დაკეტილი არის გასასვლელები. და გვიწევს 1 საათნახევარი მაინც მინიმუმ აკლოდინი, სანამ გაიღება. ეს ჩვენი ქართველი ხალხი ელოდება ქუთაისის ფრენას. We need to use it until 5 minutes for our block of time. Our block of time is exactly right now. We are fully prepared to start using our aircraft air conditioning. However, airport authorities didn't disconnect their air conditioning from the aircraft. Once I will have confirmation that their air conditioning is disconnected from the aircraft, we will start providing much more efficient air conditioning on board of the aircraft. I will come back. აბარა მე მარილიანი მინდა. კრუასანი მარილიანი რანაირად არის? იქ შიგნით ის აქვს რა ქვია. კაი შოკვეთა. გამომედით უკვე. ხმელთაშუა ზღვაზე. ხა შენ რა დათრე სიცოცხლე? შენ რა გაგიძლევს? მოვედი ავი. ვერ გაგიძლევ, ანუ ხიზილზე ძიძლებდა სიტყვა დათრე მე. არ იმჩნევა? ხო, რომ იგედა ვერ იმჩნევა. ვარ ითვლება.
რამე საჭმელი მიყიდე. ჩავცეცხლე არა მივირთი. ხომ ერთი. კარბონარას სუპი ხوارი. არა მე ის მინდა სასისკები. სასისკები ნახე. სადიო. პროცესის. რაღაც სასისკები იყო. კაი სასისკები რაც გინდა. ხო. კაი მეგობარი. ეგა ხო. ამწონს. ესეთი პატარა? აი მოგობა წვილებია, კუჩები წვილია. ფინალში შევხვდით, შევხვდა ერთი. მაგრამ არ ვიტყვით ჯერ თუ მოახერხეთ მე და კიდე გადავიკვეთეთ მასთან ერთად და დაგვთავთ ვიდეოში გამოჩენას გამოვაჩენ. ძალიან ცნობილი და დანალტახის მე ეს არის უჭელი ხოლე ქართულიც. კიდევ ერთი სიურპრიზი შემთხვევით, ძალიან შემთხვევით, უცებ გაგვეჭიდა ჩვენი მეგობარი, რომელიც იგივე თვითმფრინავით მგზავრობს. როგორ ჩვენ ეს არის ლაშამი საერთოდ. როჩაი არა, მეუნებოდა ლაშას როგორ გავსო. მეთქი რაღა გავს, ეგ არ არის. ხოდა ესე გაგვახარა და აი ეს თან ზუსტად ერთი ადგილი გქონდა თავისუფალი ჩვენს გვერდით. არავინ არ ისე და ესე არ მოვიწყენ არის მე. 1-3 საათი კიდე დაგვრჩა სანამ ჩავფრინდებით და 3 კი გავხდით ახლა. იქამდე რამენერად გავერთობთ რა. Yes. დაღლილობისგან ისე მეძინება, მაგრამ არაფრით ვერ ვიძინებ. ესენი კი თამაშობენ აქ რაღაც დამკის და რაღაცებს, მაგრამ თან შუქები ანთებული არის. თან ბევრი ხმაური არის და ძალიან არაკომფორტული არის წილი ახლა. ესენი კი კარგად არიან. თამაშობენ დამკის. ორში. მე კიდე წიგნის წაკითხვით დავიღალე და აღარ ვიცი რა გავაკეთო. ჯერ კიდე საათნახევარი დაგვრჩა სანამ დავფრინდებით. დავეშვით როგორც იქნა ქუთაისის აეროპორტში. დავითი კი ცოტა ცუდად იყო. ყურებზე ჰქონდა პრობლემა წნევისას. შვებისას. ას როგორ გწ. რა. ყურებზე რომ ჰქონდა პრობლემა წნევისას. კი მქონდა. და ეხლა როგორ წნევთავს? Ничего. Კი, so much better. მოკლედ ძალიან დაღლილები ჩამოვედით. აი ხა ვართ ქუთაისის აეროპორტში აჩერებს თვითმფრინავი. და ჩვენო მეგობარმა ლაშამ გითხრა რომ თურმე მის დასახვედრად მოდიან მეგობრები და მანქანაში ადგილი აქვს ასე რომ ლაშას გავყვებით თბილისამდე. ავტობუსით ვაფრებით, მაგრამ ბოლოს მანქანით წავალთ ყველა ერთად. ბოლოს გადაწყდა ავტობუსით წასვლა ჯეობასჭით. წინ დავიკავე ადგილები. ორი ადგილი. დაღლილები ვართ, მაგრამ ძალიან ბედნიერები. მოვედით ადგილზე. ჩამოვედით საქართველოში, ვერ ძალიან გვიხარია.